გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენელთა პალატამ დაიწყო მზადება აქტის მისაღებად, რომელსაც ჰქვია კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი. რის საპასუხოდაც დღეს ქართული ოცნება გამოვიდა და კობახიძემ ბრიფინგით არათუ უარყო ეს ყველაფერი, არამედ აქო ბიძინა და დაგვიანონსა და გვახარა. ეხლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე. ჩვენი ურთიერთობების ეს არის ყოლის მოცვლის სარდაფული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს კონკრეტულად ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. სწორედ ამაზე ლაპარაკობენ ამერიკელები, რომ დასავლეთი გამოთქვამს შეშფოთებას და ლაპარაკობს იმაზე, რომ აქ გავლენები სხვა ქვეყნის იზრდება და ქართული ოცნება ამის პასუხად გამოდის და ამბობს, რომ კიდევ უფრო გაზრდის ამ შემთხვევაში ჩინურ გავლენებს საქართველოში. დამატებით ვიტყვი იმასაც, რომ საქართველოში ჩინეთის ელჩმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი და თქვა, რომ არ ფიქრობს, რომ კონგრესმენი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას. რას ფიქრობენ ჩინელები ამერიკელების კომენტარზე ეს ერთია, მაგრამ მთავარია რას ფიქრობთ თქვენ ქართველები იმაზე, რომ ქართული ოცნება ამ ქვეყანაში ზრდის ჩინურ გავლენებს.